პირველი დაბადება ეს არის ხორციელი დაბადება ადამიანის და სამწუხაროდ ჩვენი პირველი მშობლების ადამ და ევას სული დაცემის გამო ეს პირველი დაბადება არის განცირული სიკვდილისათვის. შეიძლება ესე ითქვას, რომ ადამიანი იბადება იმისთვის, რომ მოხდეს. იბადება იმისთვის, რომ ჯოჯოხეთი დაიმკვიდროს. მაგრამ დიდება და მადლობა კაცთმოყვარე ღმერთს, მარტო არ დატოვა ადამიანი. მოვიდა ამ ქვეყანაზე, ხორცი შეისხა ისეთი როგორი ჩვენ გვქონდა და გამოიხსნა ადამიანი აი ამ საუკუნო სასჯელისა. გამოიხსნა საკუთარი ჯვარცმით, საკუთარი ტანჯვაწამებით, საკუთარი სისხლით. ამის შემდგომ ათლობას ეძლევა ეს ძალა. ათლობას ეძლევა ძალა, რომ ადამიანი განწმინდოს ცოდვებისაგან დაასუფთავოს ის ღვთის წინაშე უბრალო ხორცს, რათა ადამიანს მიეცეს ხაზგასმით ვამბობ, შესაძლებლობა სული იცხოვოს და გადაიჭიროს. ნათლობამდე ადამიანს ეს შესაძლებლობა არ აქვს. აი ნათლობის შემდგომ ეს შესაძლებლობა ეძლევა ადამიანს. უფრო ნათელი რო გახდეს რა გულისხმობს წმინდა იოანე ოქროპირი მეხუთე საუკუნის უდიდესი ეკლესიის მამა ასეთ რამეს ამბობს. უნათლავი ადამიანი უცოდველი კი არა, უნათლავი ადამიანი ზესხული რო იყოს სათქმეებში და ზნეკეთილი რო იყოს, აი ზესხული რო იყოს, მაინც ვერ ცხოვრდება. წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნათლობას. მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები, ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა და არა განადი. შესაძლებლობა, რომ ადამიანმა ერთად იცოს ღმერთს და მისი ნებით იცხოვროს და მიიღოს ის წყალობა, რომელიც ნაჩუქარია თითოეული ჩვენთანაც. ამას ახლა რატო გელაპარაკებით ამას? ეს პატარა ლევანი ჩვენ მოვნათლეთ, მაგრამ მას არანაირი წმენა არ აქვს. არადა ჩვენ ვიცით, რომ ნათლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა წმენა იესო ქრისტეს. თუ ადამიანს იესო ქრისტესი არ წამს როგორც ერთადერთი მაცხოვრის, ისეთ ადამიანს ჩვენ არ ვნათლავთ. რა რწმენა აქვს დღეს ლევანს? არანაირი. რა რწმენა უნდა მოვთხოვოთ თოთო ბავშვს, მაგრამ მაინც მოვნათლეთ. რატომ მოვნათლეთ? ისთვის, იმიტომ რომ მისი მშობლების რწმენა, მისი ნათლიების რწმენა ჩვენ მათვენდობით და მათი რწმენით ვნათლავთ პატარა ლევანს. დღეიდან ეს პირველი სკოლისა მშობლების პასუხისმგებლობა და მე რა თქმა უნდა თქვენი ნათლიების პასუხისმგებლობა, რომ ლევანი როდესაც წამოიზრდება, უკვე გახდება მიაღწევს იმასაც, როდესაც მას პასუხი მოეთხოვება საკუთარ ქმედებებზე, მან შეგნებულად უნდა მიიღოს ქრისტე თავის ცხოვრებაში. შეგნებულად უნდა აღიაროს ქრისტე როგორც თავისი მაცხოვარი. აი ეს ვალდებულება გაქვთ მშობლებს და ნათლებს. სხვა მეტი საქმე თქვენ არ აქვთ. სამწუხაროდ ადამიანებს გონია, რომ შვილი მათია, შვილი ჩვენი არა. შვილი არის ღვთისგან მოცემული ჩვენთვის, ისევ რომ მას მივყვანოთ უკან. და თუ ესე არ მოხდება, საშინელი სასჯელი გვემუქრება თითოეულ ჩვენ. რამდენი შვილი წყობს, რამდენი ნათლული წყობს თითოეულ მათგანზე, უმკაცრესი პასუხი მოგეთხოვება ღვთის წინაშე თითოეულ ჩვენ. იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენზე მობარებულები. ისინი ჩვენი არ არიან. სამწუხაროდ ადამიანს გონია, რომ რაღაცა თავისი გააჩნია, მაგრამ ჩვენი არაფერი არ გვაქვს. ჩვენივე სიცოცხლეც კი არ არის ის ღვთისგან არის გოძებული და ღვთის გვაქვს. ამიტომ შეეცადეთ ეს პასუხისმგებლობა გაიგრძნოთ. ამ პასუხისმგებლობით გქონდეთ ურთიერთობა ლევანთან. სხვა მეტი საქმე თქვენ არ გაქვთ. ისე რომ გავიაზროთ ადამიანს ამ ქვეყანაზე სხვა მეტი საქმე მართლა არაფერი არ აქვს. წესით არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ადამიანი არ არის შექმნილი ამ ყოფიერი ცხოვრებამდე, მოკლევადიანი ცხოვრებისთვის. ჩვენთაგანი შექმნილი ვართ მარადიულობისთვის. აი ამ მარადიულობისთვის უნდა ვცხოვრობდეთ მიწაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვატყობთ, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვინც აკვირვარ და ვინც არ ადგას, არათუ სასუფეველისთვის არ ვცხოვრობთ, არამედ პირადად ჩვენი სიამოვნებისთვის ვცხოვრობთ. სამწუხაროდ. მაგრამ ეს რეალობა არის, ღმერთმა გვაპატიოს ეს. მოკლედ სიტყვა რომ ძალიან არ გამიგზავნეს, შეეცადეთ კახა გიორგი სალომე, რომ მცირედ წარმოდგენა მაინც შეექმნეს პატარა ლევანს რა არის ღმერთი, რა არის მარადიულობა, რომ ამისკენ ისრაფოს, როდესაც წამოიზრდა. ერთმა დაგლოცო და გავხსნა.